გამარჯობა, ბანალური საუბრები გრძელდება ამერიკაში დრო და მისი მნიშვნელოვნება. აი ამის შესახებ მინდა გელაპარაკოთ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან დრო და დროის სწორად ხარჯვა და მენეჯმენტი, ეს უკვე ახალი აღარ არის, ყველგან მაგაზებს საუბრობთ და საუბრობენ და ამ ქვეყანაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამის შესახებ არავინ არ გეტყვით. ანუ არავინ არ გეტყვით, გულისხმობ, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, არავინ არ მოგცემთ რჩევას, რომ აი როგორ დაზოგოთ საკუთარი ნერვები, როგორ იყოთ მომთმენი და ასე შემდეგ. ამას გასწავლის ცხოვრება აქ. ჩვენს ქვეყანაში კი ხშირად საუბრობთ ეს დროის მენეჯმენტი და ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აქ განსაკუთრებით ხვდები, რომ რამხელა მნიშვნელობა ქონია დროის მენეჯმენტის ცოდნას და რატო? ბევრი რამე ამ ქვეყანაშიც და ალბათ სხვა ქვეყნებშიც არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იმიტომ იქ სადაც სისტემასთან გვაქვს შეხება და სისტემამ უნდა გადაწყვიტოს რიგი საკითხები. მაგალითად, შენი დოკუმენტების, ასე ვთქვათ, შესახებ პასუხის მიღება. ანუ შენ სტატუსს ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უნდა გაამყარო. სხვანაირად არ გექნება შრომის უფლება, ანუ ოფიციალური უფლება გჭირდება, რომ იმუშაო, სამუშაო უფლება რომ მოიპოვო, ამისთვის უნდა გააგზავნო შექმნა შენი საქმე, ანუ შენი кейსი და ამას სჭირდება დრო. ანუ ეს არის თავშესაფრის მაძიებელი, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი კი ბატონო, ტოლვილები, რა თქმა უნდა, ეს სხვა кейსია. სამუშაო ვიზაზე, ვიზით ჩამოსულები, ეს კიდე სხვა кейსია. მოკლედ უამრავი, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი განსხვავება აქვს ამ ქვეყანას, რითი მოგცემს, რაზე გააკეთებ განაცხადს, მაგრამ ძირითადად საქართველოდან ჩამოსულები, ისევე როგორც ვთქვათ, სხვა ქვეყნებიდანაც 99% მოდის თავშესაფრის მაძიებელზე და ამას სჭირდება სადღაც 180 დღე გაგზავნიდან 180 დღე ლოდინი იმისთვის, რომ შენ შეძლო მერე შეიტანო განაცხადი უკვე სამუშაო უფლებაზე და ამას ავტომატურად მოყვება სოციალური ნომერი, ანუ იდენტიფიკატორი, პირადი ნომერი გინდათ დაარქვით, რომელიც არის უნიკალური ყველასთვის. ანუ გამოდის, რომ სადღაც 6 თვე მინიმუმ გჭირდება ერთი განაცხადიდან მეორე განაცხადამდე ლოდინი და მერე უკვე სადღაც 1 თვე, 3 თვე გააჩნია სხვადასხვა შტატში სხვადასხვა და ესე ვთქვათ დატვირთულობიდან გამომდინარე, საემიგრაციოს და სოციალური ესე ვთქვათ ოფისების მომსახურების ოფისების დატვირთულობიდან გამომდინარე, მოკლედ მაქსიმალურია 3 თვეც აქვს შესაბამისად, უკვე 9 თვე გავიდა ელემენტარული უფლების მოპოვებაში. ამის პარალელურად რა თქმა უნდა არის საშუალება და გზები იყო უფრო მეტად, ეხლა ცოტა მეტად გართულდა ტრამპის ადმინისტრაციას, ასე ვთქვათ, უამრავი ცვლილება შემოვა ყოველ ჯერზე და ამკაცრებს მიდგომებს. მანამდე უფრო თავისუფლად შეიძლებოდა სანამ შრომის უფლებას მოიპოვებდი, სამუშაოს უფლებას მოიპოვებდი, გეშოვა სამსახური, ეგრეთ წოდებული ქეშით, იქ სადაც შენ არავინ არ გაფორმებდა და შენ გასაქმებდა დამსაქმებელი ყოველგვარი, ესე ვთქვათ, ზედმეტი კითხვების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს იყო გაცილებით იაფად ანაზღაურება, ანუ დაბალფასიანი ანაზღაურება თუ დაბალტარიფიანი ანაზღაურება, მაგრამ საშუალება გეძლეოდა, რომ გემუშავა work authorization, ან შრომის უფლების გარეშე. ეხლა ცოტა გართულებულია ეგ საკითხი, ასე რომ რაღაც პერიოდი შესაძლოა მოუწიოს ადამიანს სამსახურის, ესე ვთქვათ, ძიება უფრო მეტად გართულდა, ვიდრე მანამდე იყო მიღება უფრო სწორად ქეშით უსაბუთოებისთვის. უსაბუთოს გულისხმობს სამუშაოს უფლების გარეშე მყოფისთვის. თუმცა მეორეს მხრივ, იმდენად ეხლა რასაც ვუყურებ საინფორმაციოებს, იმდენად პატარა უკვე ნაკადი და რაოდენობა შემოსვლისა უკანონო, ანუ ასე ვთქვათ, საზღვრის უკანონო კვეთის, რომ ეს საკითხი შეიძლება აქტუალური აღარც კი იყოს ვინმესთვის, იმიტომ რომ ნუ ვინ ჩამოვიდა და ასე თუ ისე მოაგვარა თავისი საკითხები. მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვახსენე დროის მენეჯმენტი, როგორი სწრაფიც არ უნდა იყო, როგორი ჭკვიანიც და სხარტიც არ უნდა იყო,
ძალიან ბევრ ნიუანს საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებული ხარ ბიუროკრატიაზე და იმ ინსტიტუციების მუშაობაზე, რომელთანაც გიწევს შეხება. ამიტომ შეიძლება სტარტი გქონდეს სასწაულად სწრაფი, მაგრამ იმის გამო, რომ შენზე აღარაა დამოკიდებული, შენ რაც შეძელი სწრაფად გააკეთე, აი ახლა უკვე მე ჯერი დგება იმ ინსტიტუციებზე და სამსახურებზე, რომლების ხელშიც აღმოჩნდები და იქ უკვე ალოგიკურად ძალიან ბევრი დრო იკარგება ნებისმიერი საკითხის მოგვარებისთვის. აი მარტივად გეტყვით, თუ კი თქვენ დაკარგეთ მაგალითად ბარათი, ბანკის ბარათი, ან დაგებლოკათ ან ასე შემდეგ, ისე არ არის როგორც საქართველოში მაგალითად, რომ მიხვალ ბანკის ფილიალში მიხვალ და იმ დღეს თუ არა მეორე დღეს მოგცემენ. არ არის ასე, აქ 7-10 სამუშაო დღე არის. გააჩნია ბანკს ხანდახან არის რომ 5 დღეშიც გიგზავნიან ბარათს. ბანკის შენობაში, რასაც ჩვენ ბანალურად ბანკის შენობას ვეძახით, ვერანაირ ბარათს თქვენ ვერ მოგცემენ. იქ შეიძლება მხოლოდ განაცხადი გააკეთო, შეგიძლია განაცხადი გააკეთო ონლაინ აპლიკაციით, ანუ ეგრეთ წოდებული ონლაინ ბანკითაც და სახლის მისამართზე მოგიტანენ, ანუ გამოგეგზავნება ეს ბარათი. ასე რომ შევირბენ ბანკში და მოვაგვარებ ამ საკითხს, აქ ასე არ არის. უცნაურია, ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ვერ ხვდები რა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე არის გატანილი, დანაწევრებული და სხვადასხვა ორგანიზაციები თუ სხვადასხვა ოფისები აკეთებენ იმ საქმეებს, რაც საქართველოში შეიძლება ერთ ქვეშ კეთდებოდეს ერთი ოფისის სახელის ქვეშ. ეს არის უმარტივესი, ხო, 5 დღე ელოდები. მეორე საკითხი, რაც არ უნდა სადღაც წახვალ, მაგალითად მანქანის გადაფორმებისთვის წახვალ, გააკეთებ ყველანაირი საბუთთან დაკავშირებულ პროცედურებს, ყველაფერს დაასრულებ იმ ოფისში, სადაც ეს ყველაფერი ხდება და ხელში ფურცელს არავინ არ გაძლევს. ანუ ხო იქ გააკეთა ყველაფერი და გეუბნება, რომ ეხლა თქვენ წახვალ სახლში 10 დღის ვადაში მოგივათ პოსტით. ყველაფერი ასეა, ანუ ერთ დღეში იშვიათად რამე კეთდებოდეს, ისევე როგორც 3 დღეში იშვიათად რამე კეთდებოდეს. შემდეგი დრო რა გვართმევს, უამრავი დრო იკარგება, ამიტომ ხანდახან არის რომ კვირაში ერთი დღე დასვენების დღე, სამუშაო დღე გვინდა ხოლმე რომ გქონდეს ჩვენ, ვისაც ესე ვთქვათ, ვინც არ მუშაობთ კვალიფიციურ თანამდებობებზე თუ პოზიციებზე თუ რაც ქვია თანამდებობა. ვიღებთ ხოლმე კვირაში ერთ სამუშაო დღეს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს მოახმარო, ანუ ექიმთან რიგში ჯდომას. ესეც ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ უცნაური იყო და დღემდე რჩება ჩემთვის უცნაური, იმიტომ რომ როცა ეწერები სადღაც, ანუ ნიშნავ შენს ვიზიტს, იქ რა თქმა უნდა დროც ფიქსირდება და თავიდან მქონდა მოლოდინი, რომ 2 საათზე მაქვს შენიშნული ვიზიტი და მაქსიმუმ 3-5 წუთზე შეხვალ. ასე იშვიათად ხდება, როგორც წესი შეიძლება 3 საათამდეც კი მოგიწიოს რიგში დგომა, იმისთვის რომ შეხვიდე. დგომა რა მნიშვნელობა და უცნაურია ის, რომ ყველა გიკეთებს ამაზე ვთქვათ ჩანიშვნას, ყველა გიბარებს კონკრეტულად დროზე, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ამ დროს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი თავისი დროით მუშაობენ, უბრალოდ შენი დროის ხარჯზე. და აი ესეც ძალიან დიდი გამაცდენელი ფაქტორია და ყველგან. ექიმის ვიზიტის შემდეგ, თქვათ, ანალიზი გაქვს გასაკეთებელი, ანალიზის ერთი ანალიზი, მეორე ანალიზი, რაღაცა კომპიუტერული კვლევა, თქვათ, მაგალითად, რაღაცა რენტგენი და ასე შემდეგ. ყველა ჯერზე თავიდან მიდიხარ და დგები იმ დღეს რო ვერ მოაგვარებ, ეს ნამდვილად ასეა, ვერაფერს ვერ მოაგვარებ იმ დღეს, დიდი ანალიზი, სისხლის ანალიზი გაიგეთო, ანუ აუცილებლად შეიძლება კვირები და თვეები მოგიწიოს შემდგომი ანალიზის და შემდგომი კვლევის ჩატარებისთვის. აქაც ცოტა ნონსენსთან გვაქვს მე მგონი საქმე, იმიტომ რომ მე არ ვარ ექიმი, მაგრამ მარტივად ხვდები, რომ 3 კვირამ და 4 კვირამ შეიძლება შენი რეალური სურათი ძალიან შეცვალოს ჯანმრთელობასთანაც არის დაკავშირებული, ხო? იმიტომ ექიმთან რომ დღეს იყავი და იცი, ანუ დღეს იყავი ექიმთან, რაღაცას ჩივილები გაქვს და სასწრაფოდ არის რაღაცა ასე ვთქვათ, დასაზუსტებელი, 3 კვირის მერე, 4 კვირის მერე და ხანდახან თვენახევრის შემდეგ აღებული ანალიზებით, რომ მე
მერე კიდე მიხვალ ექიმთან, ანუ რა გამოდის, იცით, რომ პირველი ვიზიტი აბსოლუტურად არაფერში არ ეწერება. უბრალოდ ექიმს უთხარი გამარჯობა. მეტი არაფერი, იმიტომ რომ რაც ელაპარაკე ექიმს, რაც შივილებიც ქონდა, იმან გადაინაცვლა 2 თვენახევრის შემდეგ და 2 თვენახევრის შემდეგ სიტყვაზე ისევ იგივე წრეზე ხარ, წრეზე უნდა დაბრუნდე, ანუ ისევ რიგში ჩადგე, ისევ თავიდან და ისევ იგივე ჩივილები თუ გაუარესებული არა. ეხლა წარმოიდგინე თუ კიდე რაღაც გაუარესებული გაქვს, იმას ხო ახალი ტიპის კვლევა სჭირდება, ვთქვათ. მერე ისევ, ანუ ძალიან ელემენტარული საკითხებიც კი ძალიან გაწელილია დროში. რაც თან ერთის მხრივ მოქმედებს, რა თქმა უნდა, როცა ჯანმრთელობას ეხება ჯანმრთელობაზეც, ალბათ, მაგრამ მოქმედებს ნერვებზეც და ჩვენს დროს ბოლომდე ესე ვთქვათ მოიხმარს. ძალიან რთულია და იშვიათად რომ ორი საქმე მოაგვარო ერთ დღეს. ეს წარმოუდგენელია, ერთი იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს გზავრობას, ანუ გეოგრაფია არის ძალიან დიდი და ასევე სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ვთქვათ თავისი გრაფიკით დადის ბუნებრივია და შენზე ბევრად ხშირად არ არის დამოკიდებული. მანქანაც რომ გყავდეს, სად საცობი როგორი საცობი შეგხვდება, არასოდეს არ არის, ესე ვთქვათ, პროგნოზირებადი. ხან არის, ხან არ არის, მოულოდნელია, იქ პატარა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ისეთი პარალიზება გამოიწვევს ხოლმე ეს ყველაფერი, რომ ის სრულიად არაფერი, ორი მანქანა უნებლად, რაღაცა პატარა დაეჯახდნენ, იმას ხო არ გადაწევენ ამ სწრაფი გზებიდან, ეგრეთ წოდებული ჰაივეებიდან და ისინი იქვე დგანან, ელოდებიან პატრულს, ასე შემდეგ და პატრულს პოლიციას, იმიტომ რომ სადაზღვევოს მიმართონ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ამ შემთხვევაში შენ ხარ არაფერი, არავინ და არაფერი, ანუ ისევ შენს დროს მოიხმარს ის, რომ ისინი რომ დადგნენ, ის ორი მანქანა რომ დადგა, იმიტომ რომ რაღაცა ის ჰქონდათ ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, დანარჩენი მანქანები ათვარიელებენ და ანელებენ და მიდიან ამის გამო არის უზარმაზარი საცობები. ხდება კი არა, ძალიან ხშირად არის ესე. წვიმა საცობია, ეხლა ეს საქართველოშიც ესე იყო ყოველთვის, თოვლია საცობია, ანუ დასვენების დღეებია, წინა დღეა და საცობია, ან ვერაფერს ვერ გეგმავ, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ 1-2 საათი ყოველთვის უნდა გქონდეს თადარიგში, ისე რომ ვერაფერს 2 საათი ხშირად არც არის საკმარისი, ვერ დანიშნავ, ანუ ესე სწრაფად აქ მივალ ამას გავაკეთებ, მერე წავალ იმას გავაკეთებ, არა. ერთი დღე შეიძლება მომდე ერთ საქმეს, მერე თან ძალიან დაგხლის, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, მასშტაბებიც ესე ვთქვათ დიდია, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა გიწევს, მეტრო შენს ჭკუაზე რა თქმა უნდა ისაც არ მუშაობს არასდროს არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ, იმიტომ რომ სად გაჩერდება, სად შეანელებს, სად ვიღაც ჩახტება იმაში, რა ქვია, ლიანდაგებში არასოდეს არ ახარ დაზღვეული, მიუხედავად იმისა, რომ საათი და წუთები სწორად ყოველთვის სწორად წერი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ როცა ჩადიხარ ტრანსპორტში, თქვათ მეტროში, ხო, გეუბნება, რომ ამა და ამ წუთზე ხო მოვა და მოვა აუცილებლად ამა და ამ წუთზე, მაგრამ ეს ამა და ამ წუთზე მოვა არ ნიშნავს, რომ სისტემატიურად ზუსტად იმ 3 წუთიანი ინტერვალზეა ლაპარაკი. შეიძლება უცბად 25 წუთი აღარ მოვიდეს მერე. ამიტომ უკვე იმხელა სისტემის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ გიწევს მუშაობა, წინააღმდეგ ვერაფერსაც ვერ შეცვლი, უბრალოდ საკუთარ ნერვებს უნდა გაუფრთხილდე და დაზოგო შენი ნერვები, იმიტომ რომ რასაც ვერ შეცვლი, იმას ვერაფერსაც ნერვიულობთ ვერაფერს ვერ უშველი. ამიტომ საკმაოდ ბევრი მოთმინება და ის არის საჭირო ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ შენი ფსიქიკა შეინარჩუნო ჯანმრთელი და ძალიან არ გაბრაზდე, ძალიან არ გაგცვითოს და ძალიან არ გაგანერვიულოს. შემდეგი საკითხი, რაც დროსთან არის პირდაპირ დაკავშირებული, ასევე არის დრო და ფული, ამ შემთხვევაში ფული როგორც შესაძლებლობა, საკრედიტო ისტორია. ესეც ყველაფერი არის დროზე დამოკიდებული. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი ვიცი, 4 წელია ჩამოვედი სიტყვაზე, ვერ ყვევი, ვცდილობ, წავიკითხო, ბევრი გამოვცადე, ბევრისგან მოვისმინე, ვთქვათ, ბევრს დავაკვირდი, მაინც ახალ ჩამოსულად ვთვლები ამ ქვეყანაში და იმ ტიპის სიკეთეები თუ შესაძლებლობები, რაც არის მაგალითად 5+5 და მეტი წელი ჩამოსული ადამიანებისთვის, ჩემთვის არ არის. და არა იმიტომ რომ თქვათ ან სიტყვაზე რაღაცა შრომის მოყარებას მიწუნებს ვინმე ან ისტორია არ მოსწონს შემი ან რაღაცა არა ყველაფერი არის კარგად მაგრამ იქ არის ერთ-ერთი ჩანაწერი რომ არა საკმარისი დრო საკრედიტო იმაში რა ქვია საკრედიტო ისტორიაში არა საკმარისი დრო საკრედიტო ისტორიაში აქ ასე ითვლება 5 წლამდე არის ძალიან ცოტა
5 წლის შემდეგ არის ისე რა, სადღაც 7-8 წელი და ზემოთ არის უკვე კარგი. ანუ საკრედიტო ისტორია ითვლება სტაბილურად. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ქულა გაქვს მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის შესაძლოა სახლის საყიდლად მაგალითად გჭირდებოდათ კრედიტი, ხო, დაფინანსება. შეიძლება მარტივად გითხრან უარი. თანხების რაოდენობაზე ალაპარაკი. საკრედიტო ბარათებს მოგცემენ, რა თქმა უნდა, 3-5 ლიმიტებით, მაგრამ ის რაც თქვათ შეიძლება დაუმტკიცონ ულიმიტო და ესეთი ხაზი, დიდი საკრედიტო ხაზი ადამიანებს, ვინც აქ არიან 7-10 და რაც მეტი მით უკეთესი წელი, ამას სჭირდება დრო. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვიჩქაროთ, არის რაღაცეები, რაზეც თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და განაცხადები გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ამისი დრო დადგება. იმისთვის რომ ნაკლები გულგატეხილობა გქონდეს და ნაკლებად ვინერვიულოთ იმაზე, რაც ჩვენგან გამომდინარე არ არის. რა ვქნათ, ჩამოვედით, ჯერ არ გასულა 5 წელი, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ გავიდეს 5 წელი, გავიდეს 7 წელი, ვინც ვაპირებთ აქ ყოფნას, თქვათ რაღაც პერიოდით. ახლა ვინც მალე მიდის, რა თქმა უნდა, მხოლოდ საკრედიტო ბარათებს დასჯერდება ამ შემთხვევაში. დრო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ქვეყანაში და მენეჯმენტი და დაგეგმვა ამ ქვეყანაშიც ასევე ძალიან აქტუალური საკითხია. ყოველი მეორე კი არა, ყველა თითქმის ადგილობრივი, ანუ უკვე ამერიკელად რო თვლის თავს და წლებია ცხოვრობს და ასე შემდეგ, ისინი ცხოვრობენ დაგეგმილი დასვენებით, დაგეგმილი გართობის დღეებით და ასე შემდეგ, რაც ერთის მხრივ მე არ მომწონს, იმიტომ რომ სპონტანურობაში არის რაღაცა საინტერესოობა, მაგრამ მეორეს მხრივ რომ შეხედო რამდენად მე ამ ყველაფერს ესეთი სტაბილურად ახერხებენ და რამდენად არ არის ეს ამოვარდნები აღარ აქვთ მე თავიანთ ფინანსებში, განრიგებში და ასე შემდეგ, მგონი არის რაღაცა კარგი ამაშიც და შესაძლოა რომ ჩვენც დავიწყოთ ასე დაგეგმვა, იმიტომ რომ თვეების შემდეგ თუ როგორც არის ხო შორეულ მომავალში, თქვათ მე რომ მგონია რომ 6-7 თვე ჩემთვის შორეული მომავალია, ამათთვის ეს ჩვეულებრივი დაგეგმვის საგანია და გეგმავენ რომ წავლენ 3 დღით 3 თვით კი არა, 3 დღით წავლენ სადღაც და კალენდარში ეს უკვე ჩაწერილი აქვთ. 2 კვირის შემდეგ თუ 3 კვირის შემდეგ რომ მეგობართან ერთად ყავაზე ან ღვინის, ასე თუ ანუ რა ქვია, ვახშამზე უნდა გავიდნენ, ესეც დაგეგმილი აქვთ და ამას აყოლებენ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ასე კეთდება ბიუჯეტი და ასე კეთდება დროში გაწერილი ბიუჯეტი, რაც ასევე დროს გიზოგავს და ფულსაც გიზოგავს, ალბათ, სწორ დროს ფინანსურად სწორ დროს გეგმავენ თავიანთ ხარჯებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარჯი არის დაკავშირებული თუნდაც გართობასთან. ჩვენ ხო ასე არ ვფიქრობთ, ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ეხლა მე თუ დღეს მინდა და ძალიან მინდა ჩემ მეგობრებს შევხვდე, საერთოდ არ ვდარდობ იმაზე, რომ ჩემი ჩარიცხვა ჯერ არ ყოფილა და რო იქნება, მას ხვდება რაღაცა ტიპის ვალდებულებები, ამიტომ მოდი ეს სიტყვაზე $100 ხარჯი ისე ჩავსვა, სადაც უფრო მეტი თავისუფლება მექნება. ანუ ეგრეთ წოდებული cash flow, ხო, ფულადი სახსრების შემოდინება გადინების ფორმაზე თუ ვილაპარაკებთ, ესენი ასე აკეთებენ ყველაფერს. ანუ მაშინ ხარჯავენ, როცა არის საშუალება ანგარიშზე, ანუ მართლა რეალურად თავისუფალი თანხა აქვთ და არა მაშინ, როდესაც თქვათ ან კრედიტი აქვთ გადასახდელი, ან ელემენტარულ ყავის დალევაზეა ლაპარაკი, რომელიც შეიძლება $30 იყოს, სადღაც გასვლაზე, კინოში წასვლაზე, რამის ყიდვაზე, აი ყველაფერი არის დროში გაწერილი, რაც ამ საკითხში მე ძალიან მომწონს, თუმცა რო გითხრათ ახლა ვახერხებ მეთქი მაგატყუებთ, იმიტომ რომ დიდი ასეთი ივენთების თუ ასეთი ცხოვრებისეული მოვლენების დამგეგმავი არასოდეს არ ყოფილა და არც მომწონდა, ეხლა უბრალოდ ხვდები, რომ პრაგმატულად ძალიან მნიშვნელოვანია. თორე სპონტანურობაზე კარგი არაფერი არ არის, თუმცა იმასაც ხვდები, რომ მე უცბად რაღაცა სანერვიულობებსაც იჩენ ამ შენი სპონტანურად დახარჯული ფულით, სპონტანურად დახარჯული დროით და ასე შემდეგ. მე არ ვიცი. მე არ ვარ მომხრე იმისი, რომ ყველაფერი იყოს დაგეგმილი, მაგრამ ეს ქვეყანა გიბიძგებს იქით, რომ თუ არ დაგეგმე, ძალიან ამოვარდები ამ თქვა რელსებიდან თუ სტრუქტურიდან თუ სისტემიდან, რომელშიც ესე ვთქვათ, ცდილობ რო ადგილი დაიკავო და ჩაეწერო და იყო ჰარმონიულად. მოკლედ, შევეცადე რომ რაღაცნაირად მოკლედ მე თქვა იმასთან დაკავშირებით, როგორი გავლენები აქვს დროს, რასთან მიმართებაში გვაქვს, ასე ვთქვათ, უხერხულობები თუ დისკომფორტები აქვს დროსთან მიმართებაში, მაგრამ
ჩვენს დამოკიდებული არ არის, უზარმაზარი ქვეყანაა, სისტემა მუშაობს ნელა, თუმცა სისტემა გამართულია, ამას ასე ამბობენ. მე თუ მკითხავთ, ცოტა აკლია რაღაცეებში გამართვა, ძალიან დაწვრილმანებულია და ძალიან დაშლილია პატარ-პატარა მეებად საქმეებად, თასკებად აქაურობაში ყველაფერი. ის რაც საქართველოში ერთ ადამიანს შეუძლია გააკეთოს მაგალითად, იმიტომ რომ ცოტა ფართოდ აზროვნებს, აქ ამაზე არ არის აქცენტი არასდროს გაკეთებული, ასე რომ ერთ ღილაკს ერთი აჭერს, მეორე ღილაკს მეორემ უნდა დააჭიროს. ეს ასეა და არანაირი, ასე ვთქვათ, ინიციატივა შიგნით არ აქვს და ეს დისკომფორტი, რომ მე ამ მეორე ღილაკის დაჭერაზეც შემიძლია და მოდი ამით დროს მოვიგებ. ამას აქ ასე არ მუშაობს. ერთი კომპანია აკეთებს მაგალითად გარე ფასადების რემონტს, მეორე კომპანია მოდის და დგავს გამაფრთხილებელ ფიშკებს, ანუ შემოღობილს ვარიანტში რო გააკეთოს, ხო? მესამე კომპანია აკეთებს კონსტრუქციას, იმისას შეფუთვას და რა ქვია, ხარაჩოებს მაგალითად და ძალიან სასაცილოდ მთავრდება ხოლმე ხშირად. მე მქონდა პირადად მიკითხავს, რომ დაამთავრდა ფასადი გააკეთებულია, ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგია უკვე, მაგრამ თვეები გადის და არ ჩამოხსნეს ის ბადე, თვეები გადის და ხარაჩოები ისევ იქ არის და თვეები გადის კი არა და ის ფიშკები, ეს პლასმასის წითელი და თეთრი ისინი როა გამაფრთხილებელი კონუსები, ისინი ყრია იმას ვინ გაუყურებს, მე მანქანები მას გადმოუარეს და რო ვიკითხე, რომ ეს რა ხდება, თქო, ეს სხვა კომპანიის არის, ეს სხვა კომპანიის არის. ანუ ის კი არა რომ ერთმა კომპანიამ ყველაფრის გაკეთება რა უნდა ეხა რამე რო იყოს ხო, სადაც აშენებ და სადაც ამწე ყავს და ყველაფერი ყავს, იქ ხარაჩოების მოწყობას რაღა უნდა ვთქვათ, ან მწვანე რა ქვია, ბადით შეფუთვას, ეს სხვა რაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ასე არის დანაწილებული. იმან თავის საქმე გააკეთა, იმ ორზეა ახლა დამოკიდებული, უნდა მოხსნას, იმან უნდა წაიღოს. არ წაიღებს, არ მოხსნის, ის ფასადიც კაიხანი თვეებით ისევ შეფუთულია. აი ესეთი რაღაცა არის აქ დანაწილებულ შრომასთან დაკავშირებით და ესეც რაღაც მომენტში რომ და იმას ვქნათ, რა ქვია, გაყვეთ ახლა ამ ლოგიკას, მიხვდებით, რომ დროსთან მიმართებაში მთლად ეფექტურად არ მუშაობს, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ როცა დასრულდა პროექტი, ის უნდა გამოჩნდეს კიდეც, ხო? შეიძლება 3 თვე გეგონოს, რომ ისევ შესასრულებელია ის სამუშაო და ის ფასადი არ არის დასრულებული. მოკლედ ეს უკვე შორს წაგვიყვანს ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერზე საუბარი, იმიტომ რომ უკვე 21 წუთია ვსაუბრობ და არ მინდა ხოლმე რომ ძალიან დიდი იყოს ეს ვიდეოები. დრო და დისკომფორტი ამ ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე გექნება დროის, ასე ვთქვათ, აღქმის თუ დროსთან ურთიერთობის დისკომფორტი, მაგრამ მეტი გზა არ აქვს, მიეჩვევით, გაჩვევს 3 საათზე მეტი, ყოველთვის ვიცი, რომ 3 საათზე მეტი პარასკევ დღეს მჭირდება იმისთვის, რომ გზაში ვიყო. ანუ, როდესაც სახლში უნდა დავბრუნდე პარასკევ დღეს, 57 წუთიანი გზა არის. იქიდან გამომდინარე, სწრაფი გზა, ანუ სწრაფი ტრასა თუ რაც ქვია, ჰაივეია და მე უნდა ვიყო წესით 57 წუთში, სადღაც ეს არის 95 კილომეტრებში რომ ვიანგარიშოთ, 2 საათ და 45 წუთზე ნაკლები არასდროს არ ყოფილვარ გზაში. ამიტომ როგორი თემაა, იცით, სამსახურს ვამთავრებ 3 საათზე და წესით 5:30-ზე მე სადმე შემიძლია ვიყო, გამორიცხულია. აი ასე, ამით მინდა დავასრულო ეს ვიდეო. ჩემი სამსახურის დამთავრება არის ერთი, რომელიც ძალიან სასიხარულოა, შეიძლება სამუშაო დრო მაქვს ესეთი, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ 8 საათამდე სახლთან ვერ ჩავა, ანუ ვერ მივალ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მთელი 3 საათი და ცოტა მეტი უნდა უბრალოდ მოისროლო. საჭესთან იჯდე და ელოდო, როდის მიხვალ სახლამდე. ასე რომ ჩვენ კი გვეჩქარება, შინაგანად ესე გვაქვს, რომ მართლა გვეჩქარება, ყველას ეჩქარება მithuotes ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ დრო ხო ფულია. ამიტომ გვეჩქარება, მაგრამ ჩვენზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ბევრ რამეს ვერ გვეგმავთ. ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში გადის ტრანსპორტში დახარჯულ დროში და ინსტიტუციებთან, სამსახურებთან დახარჯულ დროში. და ძალიან ხშირ შემთხვევაში კიდე კვალიფიკაციის ნაკლებობასთან დახარჯულ დროში, მაგრამ ამის შესახებ მე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ, რამდენად მრავალფეროვანია ერთ და იგივე სერვისები ამ ქვეყანაში, ანუ სხვადასხვა ოფისში რამდენად შეიძლება ერთ და იგივე მომსახურება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ და იგივე კომპანიის სხვადასხვა ოფისზე იყოს საუბარი. მოკლედ, სანდოობა და ინფორმაციის გადამოწმება და კვალიფიკაცია და ასე შემდეგ, აი ეს სიჭრელე
ცალკე თემა, ამიტომ მე სხვა დროს შემდეგ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ კვირის ბოლოსკენ ჩავწერ, იქ გესაუბრებით. მადლობა, თუ მოგეწონათ, თუ რამეში დაგეხმარებათ, თუ უბრალოდ ჩემთან ერთად გაატარეთ დრო და არ მოგვეზდათ. დიდი მადლობა ამისთვის და დროებით მომავალ შეხვედრამდე. მოწონება ძალიან კარგი ამბავი იქნება, თუ მოიწონებთ, თუ მოგწონთ. თუ არ მოგწონთ, არც მაგია პრობლემა, იმიტომ რომ გასაგებია. ისე პრინციპში 25 წუთი უკვე ნამეტანია ჩემი მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც უფრო მოკლედ უბრალოდ ვერ იტყვი ხარ. ფრაზებით ხوار გეტყვით, რომ ესია, ფორმულები არა. ამას ხო ბანალური საუბრები ხვია ხო და ბანალურად 25 წუთი აივეცდები, 25 წუთი შესრულდა, ბანალურად ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ. სამზარეულოში არ ვართ, მაგრამ იდეაში სახლური საუბრები ბანალურად ამერიკიდან თქვენთვის ჩემი, ესე ვთქვათ, მხარის თუ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. მადლობა დიდი, ნახვამდის.